მეკარე ნომერი 12 ზურაბ ბათიაშვილი, 24 ალექსანდრე ინცკირველი, 7 ლუკა რაზმაძე, 14 ლაშა ჯაფარიძე, 21 დიმიტრი ტატანაშვილი, 5 ანზორ სუხიაშვილი, 3 ირაკლი მაისურაძე, 17 ირაკლი სიხარულიძე, 13 გიორგი გავაშელიშვილი, 19 რევას გეწაძე და 8 ივანე ხაბელაშვილი. გიორგი ყიფიანია გუნდის რეალურად მთავარი მწვრთნელი, აქ ოქში მითითებულია მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებლად მილოვან მატიასევიჩი, სერბი, რომელიც რეალურად ასრულებს რომელიც ფიზმომზადების მწვრთნელია, მაგრამ აქ არის რაღაც დეტალები ხოლმე ლიცენზიასთან დაკავშირებით და ოქში სწორედ მატიასევიჩია მთავარსრულად მითითებული. გიორგი დეკანოსიძე და არჩილ ვურცკაია არიან თანაშემწეები გიორგი ყიფიანის ასევე. აი ეს სადარგო ფეხბურთელებსაც გეტყვით, მაგრამ რუსთაველთა შემადგენლობის ივან ჰოსმანი მეკარე 27 ნომერი, 2 თორნიკე კაკუშაძე, 11 გიორგი ხიდეშელი, 22 გიორგი მიქაბერიძე, 6 გიორგი გურეშიძე, 15 გიორგი ქავთარაძე და 10 გიორგი თექთურმანიძე, 5 გიორგია თადარიქში რუსთაველთა შორის. ყველაფერი გითხარით და ის რაც შეეხებოდა ოქმს მატჩის წინ, რაზეც უნდა ვისაუბროთ, იწყება უკვე შეხვედრა, იწყებენ სტუმრები. არ შეიძლება არ გავიხსენოთ ალბათ ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც ჩატარდა რუსთავში, ეს იყო მეოთხე ტურის დაპირისპირება 2 სექტემბერს, ვისაც ახსოვს და ჩემთვის მოულოდნელი იყო პირადად ამ შეხვედრის ანგარიში 0-4 რუსთაველმა ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე 4 უპასუხო გოლი გაუშვეს. ქუთაისელებისგან 4-ვე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ჯერ კუხიანიძემ პენალტით გახსნა ანგარიში, შემდეგ ჭელიძემ, ბერიაშვილმა და ბოლქვაძემ გაიტანეს გოლები, ასე რომ 4-0 დასრულდა ის შეხვედრა. 0-4 უпростоრად შემდეგ ასევე უნდა ვახსენოთ ალბათ წინა სეზონის შედეგები. საინტერესოა რომ რაც ქუთაისის ტორპედო დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, ეს იყო წინა და კიდევ იმის წინა სეზონი, ერთი საფეხურით მაღლა გადის ყოველთვის რუსთავის გუნდი, ჯერ ოლიმპი იყო, შემდეგ მეტალურგი, შარშან მეორე, მესამე, წინა წელს მესამე, მეოთხე ადგილებზე გავიდნენ ეს გუნდები, შესაბამისად ყოველთვის რუსთაველები უსწრებდნენ წინ. გასულ სეზონში ძალიან საინტერესო იყო ჯერ რუსთავში გამართული შეხვედრა, ტატანაშვილის დუბლით მოუგო მეტალურგმა ტორპედოს, აქ ამ სტადიონზე უკვე დეკემბერი იყო, ციოდა ტორპედო მეტალურგის 3-0 დაამარცხა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო ეს. შემდეგ მაშინ არც თუ ისე დიდი ხნის მოსული იყო გეგუჩაძე და იმ პერიოდისთვის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მაშინ ტორპედომ გოლები გაიტანეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც არც ერთი აღარ არის პრინციპში ქუთაისელთა რიგებში, გოცირიძე, თარხნიშვილი, გამეზარდაშვილი. შემდეგ მეტალურგი ტორპედო ესეც დრამატული მატჩი გამოდგა 2-1. მეტალურგის სასარგებლოდ უკვე პლეი-ოფის შეხვედრას გულისხმობ რომ რიგვავა გააძევეს, ხელით ამაისაც სრულიად ამსახურებულად, ესეც უნდა აღვნიშნოთ ალბათ. დაინიშნა პენალტი, საკუთარ კარიდან გამოიტანა ხელით ფაქტიურად ბურთი. რაზმაძემ გაიტანა, შემდეგ მეორე ტაიმი კაცნაკული თამაშობდა ტორპედო და ისე მოხდა რომ კვახაძემ მაინც მოახერხა გოლის გატანა მატჩის მიწურულს, თუმცა უკვე ბოლო წუთებზე გავაშელიშვილმა რუსთაველებს გამარჯვება მოუტანა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, მინდა გითხრათ, შემდეგ კი კიდევ ერთი ფრე იყო ტორპედო მეტალურგი 0-0 უკვე მაისში აქ გამართული შეხვედრა ქუთაისში. აი ეს იყო გასული სეზონი, საერთოდ ამ გუნდებს შორის ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბული, ძალიან საინტერესო მატჩები მიმდინარეობს და იმედია გამონაკლისი არც ჩვენი დღევანდელი დაპირისპირება იქნება. შემადგენლობა გითხარით და არის გარკვეული დანაკლისი. დათუნაიშვილი და მახვილაძე შესაბამისად ქუთაისელთა და რუსთაველთა მხრიდან დისკვალიფიკაციის გამო არ არის კვახაძე, ოფიციალური ინფორმაციით ის ტრავმირებულია, როგორც გია გეგუჩაძემ ინტერვიუში განაცხადა და ეს ამ ფეხბურთელების არ ყოფნა ბუნებრივია. დანაკლისია როგორც ერთი ასევე მეორე გუნდისთვის. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ის რომ ქუთაისელები საკუთარ მოედანზე პრინციპში კარგად თამაშობენ, მიმდინარე წელს 7 ჩატარებული შეხვედრაში მათ 16 გოლი გაიტანეს, აქედან 5 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს. ხოლო რაც შეეხება რუსთაველები ვერ თამაშობენ სტუმრად, მაინც და მაინც კარგად, რადგანაც 7 ჩატარებული მატჩიდან 2 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება. ასევე უნდა აღინიშნოს რომ მეტალურგმა თავიდან ის 2 მოგება, რაც აქვს მეტალურგს, ორივე გასვლით შეხვედრა საწყის ტურებში მოიგო, ზესტაფონი დაამარცხეს, გახსოვთ ალბათ ეს მეორე ტურის შეხვედრა იყო, ძალიან საინტერესო მატჩი გამოვიდა და ამის შემდეგ მეტალურგის ფეხბურთელებმა სტუმრად კიდევ ერთი მატჩი
ბათუმის დინამოსთან იმარჯვეს და მას შემდეგ სტუმრად გამარჯვება არ მოუპოვებიათ. ეს ყველაფერი კი სექტემბრის დასაწყისში იყო, ამას ასე რომ დიდი ხანი არის რაც არ მოუგიათ შეხვედრა სტუმრად რუსთავის ფეხბურთელებს, ასე რომ ესეც ერთგვარი სტატისტიკა არის და ალბათ გულშემატკივარმა უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. საწყისი წუთებია, ჯერ მხოლოდ მეოთხე წუთი მიმდინარეობს, არაფერი პრინციპული და მნიშვნელოვანი შეხვედრაში ჯერჯერობით არ მომხდარა და მივადევნოთ თვალყური დღევანდელ შეხვედრას, თუ რაიმე ინფორმაცია იქნება, ბუნებრივია მე ამ ყველაფრის შესახებ გეტყვით, გაგაცნობთ და მივადევნოთ თვალყური იმ შეხვედრას, რომელიც უდაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგება. რუსთაველებს შეეცვალათ უკვე მწვრთნელი მიმდინარე სეზონის დასაწყისში, კობა ჯორჯიკაშვილმა დაიწყო მწვრთნელობა. ამ გუნდის სახიფათო იერში შეიძლება გამოსულიყო, გრიგალაშვილი აქტიურობდა, თუმცა დარტყმა არ განხორციელდა. აქ ბერიაშვილი შემოტრიალდა და არტყა, მაგრამ ბურთი არ ტოვებს მეორის პარკლებს, იქ მოხდა ბურთი ერთ-ერთ ფეხბურთელს და ბათიაშვილმა ბოლომდე იბრძოლა. შეიძლება ითქვას და დატოვა ბურთი მოედანზე. ვერცხლიანის მოსვლის შემდეგ ფრთხინავს გუნდი, არადა გასულ სეზონში გუნდი ერთი დღით მაინც იყო ჩემპიონი, ეს ცოტა ირონიას იწვევს ბუნებრივი ეს ყველაფერი, მაგრამ ყველას ახსოვს ალბათ, რაც იყო ბოლომდე იბრძოდა გუნდი და ძალიან კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა, თუმცა წელს ვერ ვიტყვით და ის მე-7 ადგილიც ალბათ ყველაფერს თავისთავად ასახავს ყველაფერს, რა მდგომარეობაში არის გუნდი, ცოტა მოულოდნელია ამ შემადგენლობით გუნდისა ესეთი მდგომარეობა, რადგანაც გუნდს რადიკალურად შესული შემადგენლობა არ ყავს წინა სეზონის შედეგად და წესით და რიგით არც უჭირს ამ გუნდს, არის გარკვეული პრობლემები ზოგიერთ გუნდში და ის ნაჩვენების შედეგიც აისახება ხოლმე ბუნებრივია ყველაფერზე. ყველაფერს ასახავს ის ნაჩვენების შედეგი, ფინანსური მდგომარეობა, ფეხბურთელების კლასი, გუნდში არსებული სიტუაცია და ეს ყველაფერი რუსთავთა რიგებში შორიდან ერთი შეხედვით ნამდვილად არჩევს და გუნდი წესით და რიგით მე-7 პოზიციაზე ნამდვილად არ უნდა იყოს ასეთი შემსრულებელი. თუმცა ყველაფერი წინ არის, ყველაფერი ჯერჯერობით შანსი არ დაუკარგავთ ყოველ შემთხვევაში რუსთაველებს იმისა, აქ თამაშგარი მდგომარეობა, იმისა რომ გავიდნენ საუკეთესო ეპიზოდში. თუ ამ ეტაპზე 8 ქულა სხვაობა ზესტაფონთან დღევანდელი გამარჯვებით თუნდაც და შემდეგ უკვე წარმატებული თამაშით რუსთაველებს შეუძლიათ შეაღწიონ იმ საუკეთესო ეპიზოდში, რომელში მოხვედრაც ბუნებრივია დაგეგმილი ქონდა გუნდს. ქუთაისელები ჯერჯერობით შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, თუმცა ბოლო ტურებში არც თუ დამაჯერებელი თამაში ქუთაისელთა შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ მხოლოდ ალბათ არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დღევანდელ შეხვედრაში უეჭვალ სამქულაზე არის ფიქროს, ეს თავისთავად ასია, ქუთაისელებს საკუთარ მოედანზე ვთქვი, რომ წარმატებით თამაშობენ და დღევანდელ შეხვედრაში ეცდებიან მიაღწიონ წარმატებას. ნახოთ, და როგორ იქნება, მანამდე კი მივადევნოთ თვალყური ჩვენს შეხვედრას. მე-7 წუთი მიმდინარეობს. ქუთაისელებს საკუთარ ნახევარზე გურული, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. დღეს ჭელიძე და გურული არიან ცენტრალური მცველები, შერგელაშვილია მარცხნივ აქ სახიფათო იერში შეიძლება გამოვიდეს ქუთაისელები, დოლიძეა მარჯვენა ფრთაზე, გარიმა დაარღვია თამაშის წესი, გრიგოლ დოლიძემ და დაინიშნა ჯარიმა. ეს ეპიზოდი, როდესაც დაირღვა თამაშის წესი. ქუთაისელებს საკუთარ ნახევარზე ხიანიძე მაისურაძე ეთამაშებდა საკმაოდ აქტიურად და არ გვეკიდეთ თამაშის წესი. ძალიან საინტერესო დღევანდელი შეხვედრა, ორივე გუნდი პრაქტიკულად თამაშობს ორი ფორვარდით. ასეთ რამ ძალიან იშვიათად ხდება ბოლო პერიოდში, როდესაც აქ დარტყმის კარიდან ორივე გუნდი ორ ფორვარდს იყენებს და შეიძლება სტუმრებს თუ ვისაუბრებთ განლაგებაზე, მარჯვენა მცველის პოზიციაზეა ჯაფარიძე, მარცხნივ სუხიაშვილი, ცენტრში მოქმედებენ მე-13 ნომერი, ეს არის
გავაშელიშვილი და 24 ნომერი ინწყირველი რაზმაძე ესეთი უფრო გამოკვეთილი საქმენის პოზიციაზე ალბათ და მის წინ მოქმედებს მაისურაძე, მარჯვნივარი ხაბელაშვილი, მარცხნივ გეწაძე და ორი ფორვარდი როგორც აღნიშნე სიხარულიძე და ტატანაშვილი ორივე ერთად არის დღეს მოედანზე. იშვიათად უწევდა ყოველ შემთხვევაში ყიფიანის გაწყვეტილი ერთხელ ნახეთ მეტალურგი, როდესაც დინამოს ეთამაშებოდა და ჯორჯკაშვილის პერიოდში ძირითადად ერთი ფორვარდი თამაშობდა. რაც შეეხებათ ქუთაისელებს, აქაც პრინციპში იგივე სიტუაცია, მარჯვენა მცველის პოზიციაზე რიგვავაა, მარცხნივ შერგელაშვილი, ცენტრში ჭელიძე და გურული. გიგაური გამოკვეთილი საყრდენი უფრო ალბათ, მის წინ კუხიანიძე, მარცხნივ გრიგალაშვილი, მარჯვნივ დოლიძე, საბანაძე, ბერიაშვილი ფორვარდები. ესეთია როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის ტაქტიკური მონახაზი პირველი წუთებიდან. ნახოთ როგორ წარიმართება შემდეგ ყველაფერი, შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. აქ ჯარიმა არ არის, რუსთაველი ფეხბურთელები მარჯვნივ ალბათ პასი მიიღო მარჯვენა ფრთაზე ხაბელაშვილმა, შეიძლება აქედან გაგრძელება ძალიან კარგად, მაისურაძე გადმოვიდა მარჯვენა ფრთაზე, ჩააწოდა კიდეც დარტყმა კარის მიმართულებით, დარტყა სიხარულიძემ, თუმცა მიგინეიშვილი თამაშობს კარგად ამ სიტუაციაში. ხაბელაშვილი 19 წლის არის, ბოლო პერიოდში გამოჩნდა რუსთაველთა ძირითად შემადგენლობაში, ძირითად შესრულებზე თამაშობდა და ეს უკვე სასტარტო შემადგენლობაშია. ძალიან კარგად დაუტოვა საბანაძემ ბურთი დოლიძეს, რომელმაც ცოტა წინ იყო დოლიძე და ისე ვერ გააჩერა ბურთი როგორც საჭირო იყო. თუმცა კარგი შეტევა შეიძლებოდა გამოსვლათ ახლა ქუთაისელებს, კიდევ ერთხელ უტევენ. ქუთაისელი ფეხბურთელები ცენტრიდან მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს თამაში. ნახოთ აქედან რა იქნება, ალბათ კუთხური, დიახ კუთხური. საბანაძე იყო გადასული მარჯვენა ფრთაზე, იქიდან ცდილობდა შეჭრა საჯარიმო მოედანში, მაგრამ მცველებმა ითამაშეს კარგად. კუთხური, მე-11 წუთი დაიწყო დღევანდელი შეხვედრას. გაითამაშეს ბურთი ქუთაისელებმა, შეიძლება ახლა ალბათ ჩაწოდება, არა ჯერჯერობით ამას არ აკეთებენ. ვერ დაარტყეს. ბერიაშვილი ცდილობდა, მაგრამ მცველებმა ეთამაშეს. გურული მარცხნივარი გადმოსული, სადაც ძალიან დიდი ნაწილი სეზონისა გაატარა მიმდინარე სეზონშიც. ჩაწოდება, ვერ შეწვა იქ თავით ვერც ერთ ქუთაისელს, ამაგიორ კუხიანიძე დაუწყდა საჯარიმოს მისადგომებთან, შემდეგ რიგალაშვილი, ბერიაშვილი შემოტრიალდა. ვერ დაარტყეს კარში არა და ცდილობენ ჯიუტა ცენტრიდან შეღწევოს ქუთაისელი ფეხბურთელები რატომღაც. აქ ჯაფარიძე არის ბურთით, მარჯვენა ფრთაზე გამოიტანა ბურთი, საკმაოდ კარგად. მაისურა ტატანაშვილმაც მიიღო, შემდეგ გაითამაშა ბურთი ხაბელაშვილი. კარგად გაითამაშეს, თუმცა წინსვლა არ არის. ახლა რუსთაველთა მხრიდან ერთი შეხებით რამდენიმე ეპიზოდი, რაღაც ნაწილი მოედნისა კარგად გაიარეს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი იყო ალბათ საჭირო ამ სიტუაციაში მარცხენა ფრთიდან. გადაიტანეს უკვე ბურთი რუსთაველმა, გეწაძე მისევ ცენტრში დააბრუნა, მაისურაძემ ტატანაშვილს და გადააწვა, ტატანაშვილმა კი უკან გეწაძე შეინარჩუნა ბურთი, გეწაძემ შეინარჩუნა მარჯვნივ ალბათ პასი, ასეც არის ხაბელაშვილი მიუახლოვდა საჯარიმოს სრულმოძრაობა, შევიდა, ისე უკან გამოვიდა. გეწაძეს დარჩა ბურთი, მაგრამ მანამდე ხაბელაშვილმა დაარღვია თამაშის წესი, სწრაფად გაითამაშეს ბურთი ქუთაისელმა ფეხბურთელებმა, კუხიანიძე. ჯარიმა, ტატანაშვილია დამნაშავე. გურული ბურთთან. რა საინტერესოა შერგელაშვილი მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი. სულ 3 მატჩი აქვს მას ჩატარებული, მე-4 შეხვედრაა და დუბლი აქვს ერთ შეხვედრაში გაკეთებული, ერთ შეხვედრაში როდესაც მას მოუწია ძირითადში თამაში, გამოვიდა ახალგაზრდა მარცხენა მცველი და გაიტანა 2 გოლი. ეს იყო ბათუმის დინამოსთან შეხვედრაში, როდესაც 5-1 მოიგო მე-6 ტურში ქუთაისის ტორპედო. დუბლი კიდევ 2 ქუთაისელს აქვს გაკეთებული, საბანაძესა და გრიგალაშვილს. გრიგალაშვილიც ძალიან საინტერესოა, 3 გოლი აქვს მას სეზონში გატანილი და 3-ვე თბილისის დინამოსთან. 2 ქუთაისში, 1 თბილისში. მარჯვნივ ხაბელაშვილი ვერ მიიღო ბურთი კარგად სიხარულიძემ, შემდეგ ჯაფარიძე ჩაერთო თამაშში, ბოლომდე იბრძვიან და ჯაფარიძე ჯარიმდება ამ სიტუაციაში შერგელაშვილთან ერთად ბრძოლაში.
ძლიერი დარტყმით გაგზავნა მიგინეიშვილმა ბურთი წინ. სანაკრებო პაუზა იყო, მიგინეიშვილი კიდევ ერთხელ იქნა იყო მიწვეული ნაკრებში, თუმცა მას ჯერჯერობით დებიუტი სანაკრებო დონეზე არ ქონდა, რუსთაველთა შემადგენლობიდანაც იყო მაისურაძე მიწვეული, მაგრამ არც მას უთამაშია. გადარიგში დარჩა ერაკლი მაისურაძეც ისევე როგორც ომარ მიგინეიშვილი. აუტი უნდა მოაწოდონ რუსთაველმა ფეხბურთელებმა, ჯაფარიძე გააკეთებს ამას. ხაბელაშვილი რიგალაშვილი მარცხენა ფრთაზე ძალიან კარგად გავიდა და პასი გააკეთა საბანაძის მისამართით ინსკირველი ყოჩახ. ძალიან კარგად დააზღვე ახლა ცენტრალურ მამცველმა. ზუსტად გადავიდა თან დროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და განუხდა სიტუაცია აუტის საფრთხე. სწრაფად მოაწოდეს ქუთაისელებმა აუტიდან ბურთი, უხიანიძე, შერგელაშვილი. აბელაშვილმა ითამაშა რუსთაველთან მხრიდან, შემდეგ ტატანაშვილი დაკარგეს ბურთი რუსთაველმა, გურული. შეინარჩუნა ბურთი გურულმა. ბერიაშვილი არა. არ გამოვიდა ერთ შეხებით საბანაძეზე თამაში. ჭელიძე საკუთარ ნახევარზე. აქ უკვე რაზმაძე თამაშობს ვარნაში დოლიძეს ართვა ბურთი. და რუსთაველი ფეხბურთელები. ბურთი არ ჩერდება მოედნის ცენტრში, საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელები, თუმცა ეს რეალურ საგოლე მომენტამდე ჯერჯერობით საქმე ნამდვილად არ მისულა. მარჯვნივ ხაბელაშვილმა გააჩერა ბურთი, ნახოთ რა სიზავს შემდეგ სრუმოძრაობა, ჩაწოდება, საჭირო ჩაწოდება, მცველებს გამოაქვს მაისურაძე საჯარიმოს გარეთ ეუფლება ბურთს, მაგრამ ძალიან აქტიურად ეთამაშა მას გურული, რომელმაც დაატოვებინა ბურთი. შემდეგ პასი საბანაძის მისამართით ცუდად მიიღო, თუმცა გრიგალაშვილი ახლოს იყო. შეინარჩუნეს ბურთი ქუთაისელმა ფეხბურთელებმა, რას იზავენ, ნახოთ. იგაური არ იყო კარგი პასი აქ და ჩაჭრა გეწაძემ. მაისურაძე მარცხნივ ტატანაშვილია. ძალიან დიდხანს ფლობდა ახლა ბურთს ტატანაშვილი, ვერ მოძებნა თავისუფალი პარტნიორი, თვითონ გადაწყვიტა წინ წასვლა და შეაჩერეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. მარჯვნიდან დოლიძე. ქუთაისელები გადადიან შეტევაზე გრიგალაშვილი. აქაც ელემენტარული ტექნიკური წუნი იყო, ზუსტად ვერ მიიღო ბურთი გრიგალაშვილმა, შემდეგ უხიანიძე, უკან გადაცემა ჭელიძე. მიგვავა და მიგინეიშვილი. უხიანიძე. გრიგალაშვილი იუახლოვდა საჯარიმოს, ვერ დაარტყა, ორ ფეხბურთელს გაცდა, კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ინსკირველსაც გასცენოდა, მაგრამ გამოსტილმა ფეხბურთელმა ითამაშა ძალიან კარგად ამ სიტუაციაში და დაატოვებინა ბურთი გრიგალაშვილს, არა და ამ ერთ ფეხბურთელსაც რო გასცენოდა, პასის გაკეთება შეეძლო და დარტყმა ძალიან კარგ პოზიციაში აღმოჩნდა. ჭელიძე და მიგინეიშვილი. ნელ-ნელა უფრო ქუთაისელთა ოპერაციობა იკვეთება, რადგან ბურთს ალბათ უფრო მეტხანს სწორედ მას მიზლები ფლობენ. უხიანიძე. რიგვავა მარჯვენა ფრთიდან ერთვება, მიიწევს წინ. მაისურაძე. ტატანაშვილი მარჯვენა ფრთაზე ხაბელაშვილი. ჯაფარიძე იხსნება კიდევ უფრო მარჯვნივ არ ხაბელაშვილმა ცენტრისკენ წაიღო ბურთი და შეინარჩუნა. და მეტი მოძრაობა არის, საჭირო ხა დადგა ხუთი ფეხბურთელი რუსთაველთან მხრიდან წინ და ყველა უყურებდა იმ ფეხბურთს, რომელსაც ბურთი ჰქონდა. აქ უკვე ჯაფარიძე მითამაშა, კარგად მოპარა ბურთი. მეტოქე შეიძლება გეწაძე დაარტყა, მცველები თამაშობენ კარგად. ჭელიძემ გამოიტანა ბურთი, ახლა პრაქტიკულად მან დაუხვედრა ბურთს ფეხი, არ მიუშვა მიგინეიშვილამდე, აქ ის საბანაძე არის. ნახოთ რა სიზავს, მიუახლოვდა საჯარიმოს და ძალიან მარტივად დაკარგა ბურთი. და უფრო მეტი ფანტაზია უნდა გამოიჩინა ამ სიტუაციაში ალბათ საბანაძეს. ვენა დიოლად დაარტყა ბურთი რაზმაძემ, რომელიც ერთი მოძრაობით პრაქტიკულად დაატოვებინა ბურთი. ძალიან ძლიერი გადაცემა იყო, რომელსაც ფეხბურთელები ახლა ვერ დაეწევიან. მე-19 წუთი 0-0.
ნეშულმა დაარტყა წინა ბრძოლა ბურთზე. ქარია, მაგრამ მე არ ამგონი ხა იმდენად ძლიერი იყოს ქარი, რომ მაინც და მაინც შეუშავს ფეხბურთელებს. მოქმედებაში მოედნის საფარი კი როგორც ყოველთვის აქ იდეალურ მდგომარეობაშია. მარჯვენა ფრთაზე ხაბრაშვილი ვერ დაეწია ბურთს. მოედანი მართლაც კარგია, აქ საწუწუნო არავის არაფერი არ აქვს. მას შემდეგ რაც გაკეთნა ქუთაისში ცენტრალურ სტადიონზე მოედნის საფარი, მას შემდეგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაფერი ფეხბურთელებს საპრეტენზიო არც ერთი არც სხვა მხრიდან ბუნებრივია არ უნდა ქონდეს არც მას მიზელთან მით უმეტეს და არც სტუმართან მხრიდან. ისე რომ ფეხბურთელებს ყველა პირობა აქვთ იმის რომ ითამაშონ, გამოვიდნენ და გვანახოთ თავიანთი ოსტატობა. აქ საღამოს შეიძლება მატჩების ჩატარება, ესეც ძალიან კარგია განათებულ სტადიონზე. უშემატკივარი ტრადიციულად არის, რამდენადაც ამ სეზონში დადის, აქ კი საფეხბურთო შეტევა ქუთაისელი ფეხბურთელებისა კუთხური უნდა იყოს. არა პირიქით ჯარი. ჯარიმა პირიქით გულისხმობ იმას, რომ უნდა დაარტყან რუსთაველმა ფეხბურთელმა. ჯარიმა რაზე იქნება? ორივე ფეხბურთელი თანაბრად იბრძოდა აბსოლუტურად. წერა ახალგაზრდა ხაბელაშვილი ხე იხმო თავისთან ყიფიერმა გარკვეული დარიგებები მისცა. კი რაზმაძია, რომელსაც აღმოუჩენენ დახმარებას. სერგელაშვილი ხელზე კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის კლასში ჯაფარიძე. დარიგოს კამი ქუთაისელთა ტრადიციული სახეები არაერთხელ ჰქონდა წელსაც შარშანაც ამ გუნდის პირდაპირი რეპორტაჟი და სამწუხაროდ შტაბი პრაქტიკულად უცვლელია. ჯარი რუსთაველებმა უნდა შეასრულოს საჯარი. საკმაოდ მომენტია იმ გასულ 21 წუთში შეიძლება ვთქვათ არ შექმნილი. არ იყო აქ ჯარიმა და სწრაფად გადადიან ქუთაისელი ფეხბურთელების შეტევაზე. გრიგალაშვილი შუაში ალბათ პასი საჭირო, საბანაძე ცოტა უკან კუხიანიძე შეჭერდა, ისევ ცენტრიდან ვითარდება ქუთაისელთა იერიში, მარჯვენა ფრთაზე საბანაძემ გააკეთა პასი, კიდევ ერთხელ სწორედ საბანაძეს უბრუნებდა ალბათ დოლიძე ამ სიტუაციაში პასს არ გამოვიდა და უკვე რუსთაველები ცდილობენ კონჩეტების დაწყებას. მარცხენა ფრთაზეა ტატანაშვილი, გეწაძეს დაუტოვა მაისურაძე. მარჯვნივ ალბათ არა, ისევ მარცხნივ და უკან პასი. ჯაფარიძე. აქვე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გენერალური სპონსორია სოკარი. სოკარი საუკეთესო სერვისი გარანტირებული ხარისხი. რაზმაძე. გეწაძე. მარცხენა ფრთიდან ჩაწოდება რუსთაველები უტეველი ხაბელაშვილი ვერ მიუსწრებს ამ ბურთს. გამოიტანეს კარგად ქუთაისელებმა. შვენურად შეინარჩუნა იგუთი საბანაძემ და შეიძლება კარგი კონტრიერიშის დაწყებად საბანაძე უკან მოუხდა. დაწევა მთელი გუნდით დაიწია სიტუაციაში რუსთაველებმა და ძალიან სწრაფად დაატოვებინეს ბურთი ქუთაისელებს. ხაბელაშვილი მარჯვნივ. ტატანაშვილი. ჯარიმა, თუმცა არა. ასე არ მიიჩნევს მსაჯი გიგაური. არ იყო დამდაშავე მისი აზრით, რა თქმა უნდა. აპროტესტებს ამ ყველაფერს ტატანაშვილი თავარი მსაჯის ასისტენტთან. რაღაც მომენტში მეგონი სწორიც იყო. ხელი უბიც გააშკარათ უკნიდან იმ სიტუაციაში ქუთაისელმა ფეხბურთელმა. აქ რა ხდება ბერიაშვილი. საბანაძე. გიგალაშვილი დაარტყა და ბათიაშვილი თამაშობს.
ბათიაშვილი გამოცდილი 32 წლის მეკარე, ვინც არ იყო ძირითადი მეკარე სეზონის დაწყების წინ. ჯერ ბედიაშვილმა დაიწყო სეზონი. შემდეგ გუნდში მოსულმა ხორვატმა ხოსმანმა ითამაშა. რამდენიმე თამაში და იქ იყო ეპიზოდები, პირდაპირ თქვა ცოტა გაოცება გამოიწვია ხოსმანის თამაშმა. ჩააგდო აშკარად თამაშები, ამის შემდეგ დადგა ბედიაშვილი, ბათიაშვილი კაცრავად და თამაშობს კიდეც დღემდე ძირითად შემადგენლობაში, რომ უკვე 3 მეკარემ ითამაშა რუსთაველთა შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში. ეს კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე არ არის. მეკარე იშვიათად იცვლება თუ რაიმე პრობლემა არ არის ბუნებრივია. ისე როგორც ერთად მიგინეიშვილი დგას ქუთაისელთა შემადგენლობაში საკმაოდ სტაბილურად. და მეხუთე წუთი 0-0. ჯარმა უნდა შეასრულოს რუსთაველმა ფეხბურთელები. ცოტა ტემპს თუ მოუმატებენ ფეხბურთელები, ცოტა არ იქნება რადგანაც არც თუ მაღალ ტემპში მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრა, თავიდან უკეთესი იყო აშკარად. საწყისი წუთები. მეკარეები პრაქტიკულად არ გვინახავს საქმეში, ხა თუ რეალურ საქმეს იგულისხმებთ და მიმდინარეობს თამაში დაძაბულად, მაგრამ ჯერჯერობით საგოლე მომენტების გარეშე. ტატანაშვილი საჯარიმო შევიდა, წაიქცა და პირიქით მისთან საქმე ჯარი. დოლიძე ძალიან კარგად გასდა ერთ ფეხბურთელს, შემდეგ პასი არის საჭირო ჯარიმო. პირველი კუთელი ბარათი? უბრალოდ ანიშნებს საიდან უნდა დაარტყან ჯარიმა. ქუთაისელმა ფეხბურთელებმა ამას მეანიშნებდა ჯენერი ხოვრავად დღევანდელი შეხვედრის არბიტრი. გიორგი ყიფიანია, რუსთაველთა დამრიგება. კარგად თამაშა გეწაძემ დაატოვებინა ბურთი მეტოქეს, თვითონ დაიძრა წინ. მარცხენა ფრთაზე აკეთებს გადაცემა, სადაც სიხარულიძე იყო გადასული, ისევ გეწაძე, უკან მაისურაძე. ჯაფარიძეს მისამართით გადმოიტანეს თამაში მარჯვენა ფრთაზე. ხაბელაშვილი. მაისურაძე ბოლომდე იბრძვის, ინარჩუნებს ბურთს, ხაბელაშვილს დაუტოვა. და უკან პასი. აქ მხოლოდ მეკარე. ზურაბ ბათიაშვილი. უმად წინ ძლიერად გაგზავნა ბურთი. აი ხა შეუშალა კარმა აშკარად არ წავიდა ისეთ სიძლიერით ბურთი. კარის საპირისპიროდ იყო დარტყმული. მარცხენა ფრთაზე რუსთაველები პასი საჯარიმოს მისადგომებთან. ძოლა ბურთისათვის არ არის ჯარიმა გრიგალაშვილი. გურული გრიგალაშვილი, ბერიაშვილი ძალიან კარგად მიიღო ბურთი მარჯვენა ფრთაზე. დოლიძე არანაირ თამაშგარი არ არის, შევიდა ჩაწოდება, მცველები თამაშობენ კარგად. კერძოდ კი გავაშელიშვილმა ითამაშა ამ სიტუაციაში, ზუსტად განუხდა სიტუაცია. უხიანიძე, საბანაძე პირიქით შემოტრიალდა, გრიგალაშვილი. უდან ქარი უფრო გაძლიერდა. არ არის ახაც თამაშგარი, ჩაწოდება, გრიგალაშვილი საჯარიმოშია დარტყმა და მეკარე უფლება ბურთს, მას შემდეგ რაც ძალიან კარგად ითამაშა. კიდევ ერთხელ გამოსtildeმა ლექსოვინსკირველმა, რომელიც ჩაუწვა გრიგალაშვილის დარტყმის მომენტში და არ დაარტყმევინა, შემდეგ რიკოშეტით მიუვიდა ბურთი მეკარე. ბათიაშვილს აი ამ სიტუაციაში ხედავთ. ზუსტად ითამაშა მცველმა. მცველის დამსახურებაა ძალიან დიდი, ის რომ არანაირი ხიფათი რეალური არ შეიქმნა რუსთაველთა კართან. ერთ-ერთი ქუთაისელი დახმარებას ითხოვს. ბერიაშვილი, არ გრიგალაშვილი. ასეთ ამინჩი წამოწოვა მაინც სასიამოვნო არ იქნება მოედანზე. ეთქვა მართლაც რაღაც გარკვეული პრობლემაა. გრიგალაშვილს
დიმიტრი ტატანაშვილია თქვენს ეკრანზე. შეცვლა არ იქნება ხო ვაკვირდებოდი ექიმებს რა იმის ანიშნებდნენ თუ არა. სათადარიგოს კამისკენ არაფერს არ ანიშნებენ, არავინ არც ერთი ფეხბურთელი არ წამომდგარა სათადარიგოს კამიდან, ასე რომ არანაირი ცვლილება არ იქნება. უბრალოდ აი მომენტში გაჩერდა გრიგოლაშვილი როგორც წინა ეპიზოდში იტკინა და შემდეგ გაჩერდა უკვე. დახმარება ამასობაც ჯარიმაა და გეცაძია ის ალბათ ტრადიციულად მარცხენათი დაატრიალებს კარის მიმართულებით ბურთს. ნახოთ. ხელი გუნდით არის გადასული პრაქტიკულად მეტალურგის შეტევაზე. ჩაწოდება მცველები კარგად თამაშობენ, გამოაქვთ ხაბელაშვილი დააბრუნა ბურთი საჯარიმოში. ისეთი სტატუსი რჩებოდა რომ მაისურაძემ და გავაშელიშვილმა ვერ გაიგოს. ბურთი ორივე ელოდებოდა და ბოლო მომენტში წავიდა ბურთზე გავაშელიშვილი. ესეც ცოტა გაუგებარი მოქმედება იყო ამასობაში გრიგოლაშვილი. დაბრუნდა მოედანზე და თამაში გრძელდება. ნახევარი საათი სათამაშო დროის გავიდა. 0-0 კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცენტრალური მატჩის კვალობაზე ცოტა მეტ რბილი ნათქვამია. ალბათ გაცილებით უკეთესი უნდა იყოს შეხვედრა. აუტი. ასვიან უსტაველი ფეხბურთელები. ხაბელაშვილმა დაუტოვა ბურთი სულხიაშვილს, რომელმაც მოაწოდა. ხაბელაშვილმა და გეცაძემ ხამ სიტუაციაში გაცვალეს ფრთები, გეცაძე მარჯვნივ არის გადმოსული. სულხიაშვილი აწვის ისევ აუტიდან ბურთს. ჯარიმა შეტევაში. სწრაფად შეასრულა რიგაომ, ეს დარტყმა პასი წინ. აქ უნდა იბრძოლოს საბანაძემ, ჯაფარიძემ ითამაშა კარგად. ისევ ქუთაისელები ბურთით. უხიანიძე, იგაური, იგვავა. ჭელიძე უკან. გულთან გაითამაშა. ავიდე რუსთაველი ფეხბურთელებს ცოტა სიფრთხილეა საჭირო. ქუთაისელთან ხვდან აქ ბურთის დაკარგვა არაფრით არ შეიძლება, რაც გააკეთა ახლა კიდეც კუხიანიძემ. თუმცა შერგელაშვილმა იქ დააზღვია, შეიძლება ითქვას თავისი თანაგუნდელი და დაარღვია თამაშის წესი. ასეთ სიტუაციაში შეიძლება კიდეც კუთელი ბარათის ჩვენება, რადგანაც საფრთხე კონტრიერიში ჩაშალა ამ სიტუაციაში შერგელაშვილმა, თუმცა ახლა იმდენად გამოკვეთილი უხეში თამაში არის, რომ საჭიროა ეჩვენებინა კუთელი ბარათი. და ამის გამო შეიკავა თავჯენილი ხორა. ისევ გეცაძე დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო, რაც რამდენიმე წუთის წინ. იგივე სიტუაცია. სულად ჩააწოდა გეცაძემ ამ სიტუაციაში გამოიტანოს ქუთაისელებმა, მაგრამ წინ არც ერთი ფეხბურთელი არ იყო. კიდევ ერთხელ დაბრუნდა ბურთი ქუთაისელთა საჯარიმოს მისადგომებთან. სიხარულიძე და ქაოსურად, მაგრამ მაინც გამოაქვს ბურთი ქუთაისელებს საჯარიმოს მისადგომებიდან. გავაშელიშვილმა ითამაშა კარგად. და ჯარიმა. ხელი თამაში დაფიქსირდა. რუსთაველთან მხრიდან სწრაფად გაითამაშეს ბურთი ქუთაისელებმა. დოლიძე არ არის დოლიძე, მარჯვენა ფრთაზე გრიგალაშვილია გადასული. ზედმეტი ინდივიდუალიზმი ზოგადად კარგია ფეხბურთში ალბათ და ისეთი თამაში, როცა ფეხბურთელი თავის თავზე იღებს, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში იყო უკვე დღევანდელ შეხვედრაშიც, რომ ცოტა ზედმეტი მოსდით ფეხბურთელებს ბურთის წრევა და ალბათ უფრო მარტივად თამაში მარტებთ მათ იმისათვის, რომ იგივე ნორმალურად შეტევა განვითარდეს.
ტატანაშვილი ბოლომდე იბრძვის არა გურული გამოდის. თაველი ფეხბურთელები მარცხნიდან აუტი. უნდა მოაწოდოს მასმისლები ქუთაისელებმა. ბერიაშვილი არ არის ჯარიმი. გეცაძე სწრაფად თამაშია საჭირო. გეცაძე ვერ გასცდა ორ ფეხბურთელს და საბანაძის მისამართით ხოჩახ გავაშელიშვილი ამ სიტუაციაში არ იყო იოლი ჩასაჭრელი ეს ბურთი და რომ გასულიყო პრაქტიკულად 1-1-ზე აღმოჩნდებოდა საბანაძე. აკი პირიქით აღმოჩნდა ეხლა სიხარულიძეა კარგ პოზიციაში ბოლომდე ითამაშა ზუსტად ჭელიძემ და დაატოვებინა ბურთი მოთამაშეს. მოულოდნელად ბურთი პირდაპირ წამოვიდა პასი ქუთაისელთან ნახევარზე და კარგ პოზიციაში აღმოჩნდა სიხარულიძე. ჭელიძემ ითამაშა კარგად. უთხური მარცხენა ფრთიდან აბელაშვილი შეინარჩუნეს ბურთი რუსთაველებმა. სუხიაშვილი მარცხნიდან კიდევ უფრო მარცხნივ გადაცემა ჩაწოდება თავით უფრო ზუსტად თამაში ამ სიტუაციაში შეიძლებოდა, მაგრამ მაინდამაინც თუ გავკითხავთ ახალგაზრდა 19 წლის ფეხბურთელს, რომელმაც პრინციპში კარგად ჩაკეტა კუთხე, თუმცა თავით ზუსტად ამ სიტუაციაში ვარდნაში ვეღარ დაარტყა. არა და აქედან გაცილებით უკეთ შეიძლებოდა დაარტყა. პოზიცია კარგი იყო, თუმცა შესრულება უკეთესი უნდა ყოფილიყო. აი სურათზე. აბელაშვილის მისამართით ისევ მარჯვენა ფრთაზე ნახოთ რა სიზავს. ამჯერად შეჩერდა ჯაფარიძე უკან მას დაუბრუნა. ჯაფარიძემ ჩააწოდა. შეიძლება აქ დარტყმა გეცაძე, წაიღო ბურთი მარცხნივ ჩააწოდა და მცველები ზუსტად თამაშობდნენ. გეცაძეს ოდნავ არაზუსტად მიიღო. შეიძლება ითქვას ოდნავ წინ გაიქცა და ამიტომ თავიდან ვერ დაარტყა. და სადა ოდნავ წინ სვლა და შემდეგ ჩაწოდება. გეცაძე შეუძლია ასეთ სიტუაციიდან გამწვევა თამაშის თამაშგარი. ამჯერად არ გაუმართლა გეცაძეს წინა ეპიზოდს. იქ იყო რა თქმა უნდა თამაშგარი მდგომარეობა გამოჩნდა. უსადით ქვიდგა ზუსტად საც. მოხდა ეს ყველაფერი და თამაშის წესის. არღვევა. ტატანაშვილი შეინარჩუნეს რუსთაველებმა. მარცხნივ გადაიტანა მაისურაძე, ისევ გეცაძე. მაისურაძე ეხსნება მარცხნივ. მისი მისამართით მიიღო ბურთი უკან სუხიაშვილი. მაისურაძე, გეცაძე. ჩაწოდება საჭირო, ჩაწოდება. ვერ დაარტყა ტატანაშვილმა არა და რა კარგი სიტუაცია ჰქონდა ახლა დასაწყნელად. რუსთაველთა ფორვარდს ერთი შეხებით ცდილობდა და ფეხში მოხვდა ბურთი. ქუთაისელთა კონტრიერში მარცხენა ფრთიდან ბერიაშვილი ხელია. კი ხელზე ნამდვილად ამეორებაზე მოკითხვა გამოჩნდება. ბერიაშვილის ჩაწოდების შემდეგ გაშლილი ქონდა ხელი იმ პირველს მოხდა. 18 წუთზე ინიშნება პენალტი. გამეორებით ახლა ტიფიანი გაცხარდა ამ სიტუაციაში. უკმაყოფილოა სადის გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს. ხელზე მოხდა პირდაპირ გაშლილ ხელში მოხდა. საჯების ინტერპრეტაცია, როდის არის ხელი, როდის არ არის ეს ვერავინ ვერ გაიგო, მაგრამ ხელზე რომ მოხდა ბურთი ეს ფაქტი და კუხიანიძე ემზადება პენალტის დასაწყისად. კუხიანიძე გამორბენი დარტყმა და სასაული პენალტი დაარტყა კინაღა აუღო ბათიაშვილმა, მაგრამ ფაქტია გოლი გავიდა. 39 წუთი ანგარიში გაიხსნა. კუხიანიძე რუსთავშიც გაუტანა პენალტი, ოღონდ ხოსმანს. აქ ბათიაშვილს ხედავთ პენალტი. თანამედროვე სტილში თუ პირველ სტილში, მაგრამ
სტაჟიან გუშემოდგივას ახსოვს ალბათ პანენკას მიერ გატანილი პენალტი აქედან კარგად გამოჩნდება იმენად სუსტად დაარღვევა ბატიაშვილი კინაღავ წამოდგა და აი თუმცა მაინც ეფექტური ეპიზოდი იყო მე არ ვიცი ხა რამდენად გასეტყვის მას გიგუჩაძე მე გულისხმობ კუხიანიძეს პრინციპში როდესაც ასეთ პენალტს ასრულებს 0-0-ზე მაგრამ როდესაც რისკავს ფეხბურთელი ესეც ერთგვარი შეიძლება ამის გაკეთება ავარებუთი გაიტანა ერთის ხუთი დასაფასებელია რა თქმა უნდა ეს მსგავსი ქმედება 1-0 კუხიანიძის მეოთხე გოლი მეორე პენალტით და დაწინაურდა ქუთაისის ტორპედო შეიძლება პენალტის ეპიზოდს მოდი ასე ვთქვათ ხელზე უსტავილ ფეხბურთელს შერგელაშვილი არადისტი პასი ისევ შერგელაშვილს უჭერდა გუთი ამჯერად გურული იგერიებს საბანაძე ჯარიმდება ჩინჩკინეთა ორთაბძოლის დროს ტაიმის მიწურულს ქუთაისელებმა გაიტანეს რა ძალიან მნიშვნელოვანია ხა მათთვის და ხოთ რას რით უპასუხებს რუსთავის მეტალურგი დარჩენილია 5 წუთი ალბათ შეიძლება ცოტა მეტი ტაიმის დასრულებამდე ნახოთ რამდენს დაამატებს საჯი და წინ მთელი მეორე ტაიმი რუსთავებს ახლა იმის რესურსი რომ გააძლიერონ თამაში აქვთ თადარიგში არის იგი მიქაბერიძე იგივე თექტურმანიძე ძალიან მიჭერი ფეხბურთელები შემტევ ფეხბურთელებს გულისხმობ და ნახოთ როგორ იქნება მეორე ტაიმი აქ კი ჩაწოდება და მიგინეიშვილი თამაშობს ტანაშვილი მარჯვნივ ხაბელაშვილი ჯაფარიძე იხსნება მარჯვნივ მიიღო ბურთი შეიძლება ჩაწოდება მაღალი ჩაწოდება გეცაძე ერთი შეხებით დაარტყა და აცილა კარგი ეპიზოდი იყო რუსთავად და შესრულებთ რეალურ საგოლე მომენტებს თუ მიმჯერებთ არ ყოფილა აქტიურად რეალური საგოლე მომენტი და ეჩნა პენალტი და გავიდა გოლი ეს ეპიზოდი რუსეთ მარჯვნიდან ჩაწოდების მოყვა მარცხნიდან პირდაპირ კარის მიმართულებით დარტყმა თუმცა არ ზუსტი იყო და არ ძლიერი იყო და არც რასთავია ზუსტი მიგინეიშვილი შეიყვანა ბურთი თამაში ჯარიმა დოლიძე ჯარიმა და პირველი ყვითელი ბარათი დღევანდელ შეხვედრაში გრიგოლ დოლიძე რუსთაველთა ფეხბურთელი იღებს ყვითელ ბარათს ეს პირველი ყვითელი ბარათია ბინდინერის სეზონში. მაისურაძე წარწა. ტატანაშვილი მოიგო საჰაერო ორთაბრძოლას შემდეგ. ხაბელაშვილი გაგრძელება საჭირო მარჯვნივ წავიდა ძალიან კარგად. ინარჩუნებს ბურთს კუთხური სალამთან ახლოს და კარგად ეთამაშებიან მასწავლებლები. ორი მცველი ეთამაშებოდა ერთდროულად დაატოვებინეს ბურთი. ხიანიძე მარჯვნივ დოლიძეა მარჯვნივ დროზე აქამდე შეიძლებოდა ბურთის გადატანა დოლიძე იგუავა იხსნება აუტოვა რიგუავა დოლიძემ და ამასობაში გეცაძეს დარჩა საბოლოოდ ბურთი და შეინარჩუნა კიდევ ბურთი რუსთაველთა კაპიტანმა ცოტა სწრაფი თამაში უფრო კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში და ყოველთვის ასე არის ცოტა სწრაფად თამაში სწრაფად აზროვნება და ყოველთვის განაპირობებს კიდეც წარმატებას სუხიაშვილი ისევ რუსთაველებს უჭერდა ქუთაისელები ბურთით არადისტი გადაცემა ჯაფარიძე მარჯვნივ კარში დაარტყა პირდაპირ არ გამოვიდა ძლიერი დარტყმა არა და მარჯვნივ კარგად იხსნებოდა ხაბელაშვილი მაშა ჯაფარიძე თქმის
გიგაური მოედნის ცენტრში. შერგელაშვილი კარგად ითამაშა. რიგალაშვილი, შერგელაშვილი თამაშგარია, ოდნავ დაასრულებს შერგელაშვილმა და ოდნავ წინ გავიდა. ბოლო წუთი დაიწყო დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევრის. 1-0 ქუთაისელი ფეხბურთელები იგებენ შეხვედრას, ეს ერთადერთი გოლი ჯერჯერობით დატანილია 39 წუთზე კუხიანის მიერ პენალტით. აქ ჯარიმა არ იყო მართალია, მაგრამ და მიხედვით ფეხბურთელს მიგებია. რომელიც ითხოვს დახმარებას. სულად წაიწეს ექსტრაბეჭდება დამჭამე ეთხების დროს. ხაბელაშვილი და ნახოთ. არ მგონია ის სერიოზული. აი მომენტში შეიძლება ჯარიმა არ იყო, მაგრამ პოჩილკო ძალიან ცუდად დავარდა. ესეც პაუზა ბოლო წუთებზე და ეხლა ხედავთ გაგნიძეს მეოთხე სათადარიგო არბის ხუჩა გაგნიძეს, რომელიც ვაჩვენებს თუ რამდენია დამატებული. 2 წუთი ჩანს ალბათ უკვე თქვენს დაინახეთ. წუთი, რომელიც დაემატა შეხვედრის პირველ ნახევარს. ხაბელაშვილი კი ბრუნდება, არაფერი საშიში არ არის, როგორც ვივარაუდეთ, ქუთაისელი ფეხბურთელები ბურთით. მიგინეიშვილი. საქმე მას პრაქტიკულად არ ქონია, ხომ სერიოზულ საქმეს გულისხმობ. ლიერად გზავნის წინ ბერიაშვილი ცდილობდა ბურთზე თამაშს, არ გამოუვიდა, ბოლომდე იბრძვის, გრიგალაშვილის დარჩა ბურთი. გრიგალაშვილი შეჩერდა, შემოტრიალდა, ძალიან კარგად დაარტყა კიდეც. ბურთი მოხვდა იქ სულს ზეგაზე მეტია, ალბათ კიდევ ხელზე საუბარი ასეთ სიტუაციაში. მეგრევია. ხელი თამაში არ ყოფილა. შეგამდენი ქუთაისელი ერთდროულად აწია ხელი. ის გამო ისიც გასაგებია, თუმცა იქ არანაირი საფუძველი პენალტის გამოსვლის ბუნებრივი არ იყო. მოედნის ცენტრში ბრძოლა ბურთისათვის. აუტი. კიდევ ერთი აუტი. ტრენერი ხორავა თქვენს ეკრანზე სულ მალე მისცემს ნიშანს პირველი ტაიმის დასრულების. რაც იმის მაუწყებელი თქო პირველი ტაიმი დასრულდება, პირველი ტაიმი ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებული გამოდგა სანახაობრივი თვალსაზრისით, დაასრულა პირველი ტაიმი, საჯმა თარიან ამინჩი ბრძოლა პრაქტიკულად საგოლე მომენტების გარეშე, თუმცა ერთი ეპიზოდი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ვარჯიხა განსჯა რუსთაველთან მხრიდან, მაგრამ აი გამეორებაზე ძალიან კარგად ჩანს რომ პირდაპირ ხელზე ხდება ბურთი. რუსთაველთა 24 ნომერზე, ამის შემდეგ გაინიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად გაიტანა. გრძელდება ჩვენი პირდაპირ რეპორტაჟი ქუთაისის ცენტრალური სტადიონიდან, დაიწყო უკვე მეორე ტაიმი, 1-0 არის ანგარიში, ეს ერთადერთი გოლი, როგორც გახსოვთ ალბათ. და ვინც გვიან შემოგვიერთა, გაიტანა კუხიანიძემ 11 მეტრიან 39 წუთზე. კიდევ ერთი შეტევა ქუთაისელი ფეხბურთელებისა, მარჯვნივ პასი ჩაწოდება. გამოიტანეს რუსთაველები. გახსენებთ მე გუნდების შემადგენლობებს, ცვლილებები არ არის. და შემდეგ უკვე მივხვდით მეორე ტაიმის სრულობას, მას ასე დავიწყებ. მასპინძლებით მეკარე ნომერი 12 ომარ მიგინეიშვილი, 37 ზაზა ჭელიძე, 6 გიორგი გურული, 33 დათარიგვავა, 13 ლაშა შერგელაშვილი, 7 მერაბ გიგაური, 10 გიორგი კუხიანიძე,
აქ რუსთაველი ფეხბურთელები გადადიან ისევ შეტევაზე. გეწაძია მარცხენა ფრთიდან, ნახოთ რას იზავს, მარცხნივ გაიწია, შეიძლება ჩაწოდება, შეჭერდა მარჯვენა ფეხით კარის მიმართულებით, მეკარის აჯარიმოს ჩააწოდა, მაგრამ მიგინეიშვილი თამაშობს იქ საკმაოდ კარგად და აიღო კიდეც ბურთი, განვაგრძო ქუთაისელთა შემადგენლობის დასახელებას. 22 გრიგოლ დოლიძე, რომელმაც პირველ ტაიმში ერთადერთი ყვითელი ბარათი მიიღო. 19 ელგუჯა გრიგალაშვილი, 9 გიორგი ბერიაშვილი, 8 ნიკა საბანაძე. ისევ რუსთაველები შეტევაზე, შეიძლება ალბათ აქედან უკვე დარტყმა, თუმცა არა. შეჭერდა ტატანაშვილი და საბოლოოდ აუტი. ლაშა ჯაფარიძე მოაწვის აუტიდან ბურთს. ამის შემდეგ გეტყვით უკვე ქუთაისელთა სათადარიგო ფეხბურთელებს. ჩაწოდება საჯარიმოს მისადგომთან გამოაქვს ბურთი ქუთაისის ფეხბურთელებს, კიდევ ერთი აუტი იქნება, თუმცა ამჯერად ქუთაისელები მოაწვენ, ქუთაისელთა სათადარიგო სკამია, გიორგი გუჩაძე, თუ თავიდან დავიწყეთ მარჯვნიდან, გურამ ასმიტელაშვილი, დავით ჯანელიძე, გიორგი გუჩაძე, გია გიგატაძე, და შემდეგ იჯდა კახა ჩხეტიანი. ცდილთა შემადგენლობას გულისხმობ, რაც შეეხება თადარიგში მყოფ ფეხბურთელებს. მაქსიმე ქვილითაია ნომერი პირველი, 2 ვაჟა ტაბატაძე, 20 გივიოსელიანი, 5 ნიკა ფირცხალავა, 77 ვალერი ბოლქოძე, 14 გიორგი პანცულაია და 17 ვახტანგ კვარაცხელია. კიდევ ერთი შეტევა რუსთაველთა ფეხბურთელებისა და აუტი. რაც შეეხება რუსთაველებს, მეკარე ნომერი 12 ზურაბ ბათიაშვილი, 24 ალექსანდრე ინსკირველი, 7 ლუკა რაზმაძე, 14 ლაშა ჯაფარიძე, 21 დიმიტრი ტატანაშვილი, 5 ანზორ სუხიაშვილი, 3 ირაკლი მაისურაძე, 17 ირაკლი სიხარულიძე, 13 გიორგი გავაშელიშვილი, 19 რევაზ გეწაძე და 8 ივანე ხაბელაშვილი, გიორგი ხიფიანია მთავარი წვრთნელი. თადარიგში არიან მეკარე 27 ივან ხოსმანი, 2 თორნიკე გაგუშაძე, 11 გიორგი ხიდაშვილი, 22 გიორგი მიქაბერიძე, 6 გიორგი გურაშიძე, 15 გიორგი ქავთარაძე და 10 გიორგი თექთურმანიძე. კიდევ ერთი საფრთხო ეპიზოდი რუსთაველებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს. შეხვედრის მეორე ნახევარი, რაც შეეხება პირველ ტაიმს, უნდა ვთქვათ, რომ თანაბარი იყო მაინც საერთო ჯამში შეხვედრა, რადგანაც საგოლე მომენტ ძალიან ბევრიც რომ მოვინდომოთ, ვერ გავიხსენებთ დღევანდელ შეხვედრაში. იყო იქ ეპიზოდები, როდესაც თუნდაც ხაბელაშვილი ვერ შეწვა თავით კარგად ბურთს და ახლო მანძილიდან ვერ დაარტყა. რამდენჯერმე სადეს ქუთაისელებმაც ცენტრიდან გათამაშება, საჯარიმოდან შესვლა და შორიდან დარტყმა. თუმცა ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ეპიზოდები და რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე ნამდვილად არ მისულა და უბრალოდ არც მაინც სანახაობრივი თვალსაზრისით იყო შეხვედრა, კარგი იყო ბრძოლა, მაგრამ სანახაობას ამას ნაკლებად დავართმევთ. ის ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც გოლი გავიდა, ხელზე მოხვდა ბურთი. სულს ეს იყო ლექსო ინსკირველი და ამის შემდეგ საჯმა დანიშნა. საჯმა, რომელსაც შეგახსენებთ ასევე ჯენერი ხორავა, მთავარი მსაჯი დანიშნა პენალტი და ზუსტად პირლოს სტილში, მოდით ასე ვთქვათ, მაინც ახალგაზრდა თაობის ფეხბურთელებს ალბათ პირველ რიგში სწორედ პირლოს მიერ შესრულებული ესეთი პენალტი ახსოვთ, განმეორებით ხედავთ თქვენ ამ ეპიზოდს და სწორედ ესეთი გოლი გავიდა შეხვედრის პირველ ნახევარში. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, ალბათ დაიწყო მეორე ტაიმი, ეს ბოლო შეხვედრა არის ტურის. ძალიან მნიშვნელოვანი ორივე გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისიდან გამომდინარე. გუშინ და დღეს გამართული შეხვედრების შედეგებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. გუშინ ვიჯორჯიასიონი 0-0, ჩიხურამერანი 1-0, დღეს დილა ზუგდიდი 3-0, კოლხეთი დინამო 0-2, ბათუმის დინამო ზესტაფონი 3-3 და ბოლო მატჩია. ამ წუთისათვის დინამო 36 ქულით ლიდერობს, 2 ქულით ჩამორჩება გორის დილა. მესამე პოზიციაზე ჩიხურა არის 29 ქულით. ხოლო ქუთაისელებსა და ზუგდიდელებს 26 ქულა აქვს, ბუნებრივია ამ შეხვედრას არ თვლით, 26 ქულა ჰქონდათ ქუთაისელებს მატჩამდე, ზესტაფონი 25 ქულით მე-6 ადგილზეა და 17 ქულით მე-7-ია რუსთავის მეტალურგი. იქიდან გამომდინარე, იოელ მისახვედრი არ იქნება რამდენად პრინციპულია დღევანდელი შეხვედრა, როგორც ერთი ასევე მეორე გუნდისთვის, აქ ჯარიმა არ არის, ასე მიიჩნევს საჯი, რომელიც ახლოს იყო ეპიზოდთან და თამაში გრძელდება. ეს რომ ნახოთ რა და როგორ იქნება, მომდევნო ტურში გვაქვს ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა დინამო დილა და ბევრ ამას გადაწყვეტს. პირდაპირ გაგებით ეს მატჩი, რადგანაც დილას მე პირველ ტაიმში აღვნიშნე, კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გავიმეორებ, უბრალოდ არ შეიძლება რაღაც სიმპათიით არ განეწყო გუნდის მიმართ, რომელმაც 11 შეხვედრა მოიგო ზედიზედ და 11-ვე გუნდი დაამარცხა მათ გარდა ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ვინც მონაწილეობს მიმდინარე უმაღლეს ლიგაში, მიმდინარე ჩემპიონატში საქართველოსი და ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. არის ახლა
რამდენად არის ამის ანალოგი, რომ ყველა გუნდი დაემარცხებინოს იმ სეზონში მონაწილე ZZ ამა თუ იმ გუნდს გორელებმა ძალიან ცუდად დაიწყეს ასპარეზობა, გახსოვთ ალბათ და ხა შეიძლება აბსოლუტურად სხვა თემაზე გადავდივარ, მაგრამ გეტყვით რომ თავიდან გორის დილამ ვიჯორჯიასთან წააგო, შემდეგ იყო შეხვედრა ისე რუსთაველებს საფრთხე მომენტი, მოდი მივადევნოთ თვალყური. არ არის ჯარიმო მსაჯი, ასე მიიჩნევს. შემდეგ იყო შეხვედრა ჩიხურასთან, რომელიც ასევე საკუთარ მოედანზე დათმეს 2-3. შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად კიდევ ერთი შეხვედრა დათმეს სიონთან, იგივე ანგარიშით 2-3. ეს ის პერიოდია, როდესაც გუნდი თამაშობს ევროპის ლიგაზე და შემდეგ უკვე შეხვედრა ზუგდიდი დილა 0-0. ამის შემდეგ უკვე დინამოსთან შეხვედრის გამარჯვებით დაიწყო დილას სერია და ძალიან წარმატებული სერია თამამად შეიძლება ითქვას. ამის შემდეგ გუნდმა მოიგო ZZ 11 შეხვედრა, ასეთი რამ ძალიან იშვიათია. საქართველოს რეკორდიც თუ არ ვწდები, სწორედ 11 ZZ მოგებული მატჩია თბილისის დინამოსი და თამამად შეიძლება სწორედ დინამოსთან დაამყაროს აბსოლუტური რეკორდი გორის დილამ. თანაც 90-იან წლების დასაწყისის დინამო და დღევანდელი გორის დილა ცოტა სხვადასხვა რამ არის, ალბათ მაინც უნდა მივარაუდოთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ ვიმჯერებთ რომ მხოლოდ ერთი გოლი აქვს, თუ მეხსიერება არ მღალატობ გორის დილას იმ პერიოდში გატანილი, გაშვებული, რაც ეს 11 მატჩი მოიგო, ესეც განსაკუთრებული შედეგი აქვს შორეული დარტყმა ოდნავ არასდროს. ისიც პენალტით გაუშვა გორელთა ხორვატმა მეკარემ სკენდერმა. ბურთი ცვლილება მზადდება რუსთაველთა შემადგენლობაში, ეს კი ბერიაშვილის შორეული დარტყმა. ასე რომ ეს ინფორმაციები, რაც ყოველთვის საინტერესოა, აუცილებელი ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა გავიხსენებთ, კიდევ ერთხელ გეტყვით 0-4 რუსთავში ასეთ შედეგი დასრულდა მეტალურგი ტორპედო. მეორე ტაიმში გავიდა იქ 4 გოლი და ერთი გატანილი გოლის ავტორი იქაც კუხიანიძე იყო და იქაც პენალტი. თუმცა ასე არ დაუწყოს პენალტი, როგორც ეს დაარტყა. თექტურმანიძე ემზადება მოედანზე გამოსასწორად რუსთაველთა შემადგენლობაში გიორგი თექტურმანიძე, რომელიც იჯარის წესით არის გადასული, თამაშობს რუსთაველთა შემადგენლობაში, თბილისის დინამოს ეკუთვნის, ეს ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და ვნახოთ ახლა თექტურმანიძის შემოსვლით რა შეიცვლება. შეუძლია მას ძალიან კარგად შეტევის ორგანიზება და აგვირგვინებას და ვნახოთ, აქ გიგაური არის მარჯვენა ფრთაზე, დოლიძე, შემდეგ ჩაწოდება, დარტყმა და ძელს ხდება ბურთი. გიგაურის ახლო მანძილიდან დარტყმული ხარიხას ხდება პირდაპირ. ძალიან ახლოდან იყო დარტყმული და შეეძლოთ ალბათ აი ამ სიტუაციაში გოლის გატანა ქუთაისელ ფეხბურთელებს. ცვლილება მოხდა ხაბელაშვილის ნაცვლად, მოედანზე გამოვიდა თექტურმანიძე. არაფერი არ შეიცვლება ალბათ თექტურმანიძეც ფლანგიდან, მარჯვნიდან ძირითადად შეუტევს და სწორედ აქედან ეცდება გამწვევა სიტუაციის. ქუთაისელებს კი ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ მეორე გოლის გატანის, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოჰყვა. მეორე გვექნება ჩვენ საშუალება შემდეგ ნახოთ კიდევ ერთხელ. მე ზუსტად დავწუნდებით, აქ მარცხენა ფრთიდან გეწაძე, რიგვავა, გეწაძეს ორთაბრძოლა, გეწაძე შედარებით უკიდან აიღო სტარტი და საბოლოოდ აჯობა კიდე შეიძლება ითქვას ნიგერის. ჯარიმა. არა აუტი ყოფილა, იქ ძალიან ახლოს იყო თვითონ ჯარიმის ნიშნავდა. აუტი მოაწოდეს რუსთაველმა ფეხბურთელმა, მათი მოხდაზე გადაიტანეს თამაში. თექტურმანიძე ახლა შემოსული ფეხბურთელი 10 წუთი გავიდა მეორე ტაიმის დაწყებიდან და 1 წუთი. თექტურმანიძე კარგი იყო, არ არის ჯარიმა, არა, საერთოდ ასე მიიჩნევს. საბანაძე. დოლიძე. ბერიაშვილი იხსნება, დოლიძე მარჯვნიდან წავიდა თვითონ. ეს კი ჯარიმა, ეს ჯარიმა რაზმას ყუთელი უნდა მისცეს, საერთოდ აუცილებლად. ზა, დაიტანა.
უხეშად ითამაშა რაზმაძემ, საჯმა მიიჩნია რომ ეს იყო რა თქმა უნდა უხეშ თამაში, ჯარიმა დაინიშნა, მაგრამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ეს საჯის ცხოვრება. ტატანაშვილი. სიღრმიდან დაიწყო ტატანაშვილმა თავისი მინდის სიერიში არაზუსტი გადაცემა გააკეთა, იქ რიგუავამ ითამაშა კარგად. შემდეგ გიგაური ისე რიგუავა პასი წინ. საბანაძემ ძალიან კარგად ჯარიმა. ძალიან კარგად მიიღო საბანაძემ, თუმცა შემდეგ უკვე ისინი სამართით დაერღვა თამაშის წესი. დოლიძე სწრაფად გაითამაშეს ქუთაისელებმა. საბანაძე, ბერიაშვილი. ერთი პასია საჭირო, არა ბერიაშვილმა არ გადააწოდა გრიგალაშვილს, რომელმაც საბოლოო დაარტყა და ძალიან კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში მეტად. ყოჩაღ ბათიაშვილი. დროზე რო გადაეწოდებინა ბერიაშვილს, ალბათ გრიგალაშვილს უფრო კარგი დასარტყმელი ექნებოდა. მეორე ტაიმში რაც შეიქმნა მომენტები, ამდენი საერთოდ არ ყოფილა პირველ ტაიმში თამაშ შეიძლება ითქვას. იყო ძელი, იყო მეგარის კარგი თამაში. დოლიძე. უთხური უნდა იყოს. კი. უთხურია მარჯვენა ფრთიდან ქუთაისელები აწვია. მაღალი ჩაწოდება თავით. გაარტყეს მაინც ქუთაისელმა ფეხბურთელებმა, მაგრამ არაზუსტი არ იყო. გრიგალაშვილმა არაზუსტი არის მეკარემ. აი ეს ეპიზოდი, როდესაც გრიგალაშვილმა დაარტყა და ძალიან კარგად ითამაშა ბათიაშვილმა ამ ეპიზოდში. ოჯახ მეკარე. დახმაც კარგია. რაზმაძე გამოვიდა გამარჯვებული წინა სიტუაციაში, აქ კი უკვე გეწაძე არის მარცხენა ფრთიდან. ჩაწოდება მაღალი. მოიგეს რუსთაველებმა, მაგრამ საბოლოოდ დახმა. გურჯე ვერ განახორციელეს. ინსკირველი. ბათიაშვილი წინ ძლიერად. არის მარაც ესე თამაშგარე დააფიქსირა, რადგანაც გადაცემის მომენტში გეწაძე თამაშგარეში იყო და შემდეგ ჩაერთო ეპიზოდში და ეს თავისთავად ცხადია თამაშგარე მდგომარეობა. აი ეს ეპიზოდი, როდესაც ხარიხას მოხდა ბურთი, დოლიძის ჩაწოდება, გიგაური ახლო მანძილიდან დაარტყა, ყველა უძლური იყო მეკარის ჩათვლით, მაგრამ ბურთი მოხდა ხარიხას. და გადარჩა რუსთაველები, გადარჩნენ რუსთაველები კიდევ ერთხელ. გეწაძე, ტატანაშვილი, მაისურაძე, მარჯვნივ, თექთურმანიძეა, მაისურაძე თვითონ მიიწევს, თექთურმანიძე ახლა გადააწოდა. მიუახლოვდა საჯარიმოს კიდევ ერთი პასი, ჩაწოდება, შეუშალეს ერთმანეთს ხელი რუსთაველმა ფეხბურთელებმა. ერთმანეთს შეუშალეს რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ამ ეპიზოდში ტატანაშვილმა და მაისურაძე მარცხნიდან განმეორებით თუ გექნება კიდევ ერთხელ დავწუნდებით. აკი რიგუავამ პირდაპირ ტატანაშვილს გადააწოდა, რომელმაც არ ვიცი ხარ რაზე ფიქრობდა ტატანაშვილი, აქ ერთი მოძრაობით შეიძლებოდა ბურთის კარის მიმართულებით გაგზავნა. დააყოვნა და მცველმა განმუხტა სიტუაცია. ორი ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო ეს პირველი. აი აქ ხედავთ. აქაც ტატანაშვილი იყო დამნაშავე, მაისურაძე უკრინდან შემორბოდა და გაცილებით უკეთ შეეძლო დაერთხა. აი აქ ბურთის მიღება განიზრახა ტატანაშვილმა და ბუნებრივი ამდენს არავინ არ აცილს. ორ ეპიზოდში ტატანაშვილი უკეთ უნდა ეთამაშა ალბათ პირდაპირ. და სწრაფად თამაშია საჭირო. არ არის ჯარიმა, საჯი მიიჩნევს. აუტია ბურთი რუსთაველებში. 1 საათი გავიდა სათამაშო დროის. 61 წუთი მიმდინარეობს 1-0-ია. ქუთაისელი ფეხბურთელები იგებენ შეხვედრას მაისურაძე. მაისურაძე მარჯვნივ გრძელი გადაცემა ძალიან კარგი.
ნახოთ რა სიზავს ჯაფარიძე ამ ეპიზოდში შერგელაშვილი მის წინააღმდეგ ჩაწოდება ვერავინ ვერ შეძლო სამაგიეროდ ისევ რუსთაველეს რჩება ბურთი გეწაძე არ ჩააწოდებინა რიგო აუტი მეორე ტაიმი გაცილებით კარგი საყურებელია ვიდრე რადგანაც როგორც ერთ ასევე მეორე გუნდის გართან იქნება ეპიზოდი პირველ ტაიმში მსგავსი არაფერი რუსთაველთა გუნდის ფეხბურთელები არიან ქავთარაძე, მიქაბერიძე, ხიდეშელი არის წერით ფეხბურთელი შესაძლოა რომელიმე მათგანი მიხილოთ მოედანზე ორი ცვლილების უფლება აქვს დარჩენილი გიორგი ხეთქიძეს ერთხელ მეორე თავანწკნელად ოფში არის მილოვან მატიასევიჩი, მაგრამ ეს ფორმალურად არის. ყველამ ძალიან კარგად იცის. რუსთაველები რჩებიან ბურთით. მეორე ტაიმში ცოტა ტრენდმაც მოიმატა. მაისურაძე, გეწაძე. სუხიაშვილი. რაზმაძე, სუხიაშვილი. ინსკირველი. წინ პასი. გაიცელები თამაშობენ, გიგაური რჩება ბურთით. ძალიან კარგად შემოატრიალა კუხიანიძე თვითონ მიიწევს საჯარიმოს მიუახლოვდა ბერიაშვილი საბანაძე გრიგალაშვილი მარცხნივ გაექცა ოდნავ გრიგალაშვილის ბურთი თუმცა ინარჩუნებენ ქუთაისელები და აუტი მარცხენა ფრთით ჯარიმა სიხარულიძის წინააღმდეგ ირღვევა თამაშის წესს. ინსკირველი მოედის ცენტრში რუსთაველი ფეხბურთელების შეტევაზე. გავიდა ზუსტი გადაცემა საბანაძე. შემდეგ ძალიან კარგად შეიძლება განვითარდეს იერში ჭელიძე ცენტრალური მცველი ჩაერთო შეტევაში დოლიძე ბერიაშვილი შეცდომა ასეთ სიტუაცია კუხიანიძე იყო კაცრავად ასეთ სიტუაციაში არ შეიძლება ალბათ შეცდომის დაშვება მარცხენა ფრთიდან იერიში რუსთაველი ფეხბურთელებისა გეწაძე არის ნახოთ რა სიზავს მიუახლოვდა საჯარიმოს შეუძლია ჩაწოდება ჩააწოდა მაგრამ მცველები თამაშობენ აუტი სუხიაშვილი მეშურება აუტს მოსაწოდებლად მე მგონი კიდევ უფრო გაძლიერდა და ყოველ შემთხვევაში სტატუსდება რჩება ინსკირველი დიაგონალური პასი მარჯვნივ ზოგჯერ ძალიან კარგიც შემდეგ აი შემდეგი ჩაწოდება კი არა მიგინეიშვილი შეიყვება თამაში ჯარიმა შეტევაში ჯარიმები ხდება კარლ ბათიაშვილი სწრაფად უნდა ბურთს თამაშობს თუმცა ერთ-ერთმა რუსთაველმა ეს გავაშელიშვილია ტრავმა მიიღო როგორც ჩანს დახმარება ესაჭიროება მაგრამ არა ცდილობს წამოდგეს დროის გაყვანის საშუალება ნამდვილად არ აქვს რუსთაველის ფეხბურთელებს ისინი აგებენ და ცდილობენ მეორე ტაიმში შეცვალონ სიტუაცია მოედანზე ოღონდ შემთხვევაში ისინი მონდომებას ნამდვილად არ აღვნიშნავენ სიხარულიძე მარჯვნივ თექთურმანიძე შეჭერდა მიუახლოვდა საჯარიმოს სრულმოძრაობა ჩააწოდა სიხარულიძე დაარტყა კიდევ ერთი მაგრამ არ გამოვიდა ეს დარტყმა სიხარულიძემ კარგად ითამაშა თუმცა ძალიან מחვილი კუთხე იყო იქ ერთ-ერთი ქუთაისელი წაქცეულია თუმცა აგრძელებენ თამაშს რუსთაველი ფეხბურთელები ეს ჯარიმა სიხარულიძე ჯარიმდება წინა ეპიზოდში ძალიან კარგად ითამაშა სიხარულიძე მაგრამ აი ეს ბოლო მომენტში ძელს მოხვდა თუ მეკარეს იქ არ ჩანდა და ეხლა ვნახავთ ამ ყველაფერს თექთურმანიძის ჩაწოდება სიხარულიძე შემოტრიალდა დაარტყა არა მეკარე იდგა ძალიან კარგად ამ სიტუაციაში ახლო ძელთან როგორც საჭირო არის და მშვენივრად ითამაშა მიგინეიშვილმა ხედავთ
ყველაზე მთავარი რაც არის მიგინეიშვილმა არ გადადგა ზედმეტი ნაბიჯი დადგა იმ ადგილზე სადაც უნდა მდგარიყო ამ სიტუაციაში და ითამაშა ზუსტად ხა ფეხით მოიგერიებს თუ სხეულის ნებისმიერი ნაწილი ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ის კუთხე უნდა იყოს დაფარული. 67 წუთი. 1-0. რიგვავა. საბანაძე არა ვერ გასდა იქ ინწყირველს. ჭეიძე გაჩდება დოქტორ პირველი ასეც არის. გამოიტანა საკუთარი საჯარიმო სიახლოვიდან ხიანიძე ინარჩუნებს ბურჯარიმ. მაისურაძე დაჯერებდა. გაითამაშა ხიანიძემ გიგაურთან. დათუნაიშვილის არყოფნაში გიგაური ასრულებს ამ პოზიციას. იმ პოზიციას თამაშობს, სადაც ძირითადად სწორედ გიორგი დათუნაიშვილი თამაშობს. თაიზის ტორპედოში. შეცდომა კიდევ ერთი ორი ცენტრი ქუთაისებთან მხრიდან. სუხიაშვილი. ინცკირველი. გავაშელიშვილი მარჯვნივ გადაცემა. ატიაშვილი წინ გზავნის, თამაშგარე იყო საჭი მაწიალამი. ეს ტორპედოს პრეზიდენტი ვაგენ ლეონ ხალხაძე ხედავს ალბათ. ნახეთ უფრო სწორად ქვის ეკრანზე. როგორც ერთი, ასე მეორე გუნდის გუნებრივი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებიან რევანდელ შეხვედრას მიუხედავად. დღის განმავლობაში საკმაოდ კარგი ამინდი იყო, მზიანი ამინდი იყო ქუთაისის, თუმცა ეს საღამოს ქარი მაინც კომფორტულად ყურების საშუალებას ტრიბუნიდან ალბათ არ იძლევა. თუმცა ეს გულშემატკივარი ის ერთგული კომანდა, რომელიც მუდმივად არის თან ერთად ყოველთვის ესწრება. თამაშს ნებისმიერ ამინდში. ძალიან აქტიურად კომაგობს კიდეც. მარჯვენა ფრთიდან რუსთაველები ჩაწოდება სიხარულიძე კიდევ ერთხელ თავი დარტყმა გარდა. ეს ეპიზოდი განმეორები დაასრულა რიგვავას. არა ჭელიძეს უბრალოდ სიხარულიძემ რიგვავა იყო კაცრავად. გურთი ასდა. 70 წუთი ჯერჯერობით ერთი ცვლილება მხოლოდ განხორციელებული ისიც სტუმართა გუნდის შემადგენლობაში. გიგაური კარგად თამაშობს, მარჯვნივ დოლიძეა. დოლიძე ჩაწოდება საჯარიმოში გრიგალაშვილმა მიიღო ბურთის შემდეგ დაარტყა. მაგრამ ცუდად. ასე გოლის გატანა ძნელია. პირველი სახეში მოხდა ერთ-ერთ დაისეს ბერიაშვილის ბურთი. გადააგდო ბურთი პირველმა აღმოუჩენა ბერიაშვილის დახმარებას და სწრაფად განახდება თამაში ახალგაზრდა. საშიში არის აი ამ სიტუაციას. ისმო. კონად გემეული ასეთ სიტუაციაში სახეში ბურთის მოხვედრა, მაგრამ არა ისე რომ თამაში დატოვა. მე მგონი სისხლიც მოსდის სკვირიდან.
გეგუჩაძის ერთ-ერთი ასისტენტი, შემდეგ აღმოუჩენენ ნახევარება და თუ საჭირო იქნება შეცვლა, ალბათ იქნება კიდეც. გეგუჩაძე თქვენს ეკრანზე ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი. განახდა თამაში, ქუთაისელებმა დაუბრუნეს ბურთი, რა თქმა უნდა მეტოქეს და რუსთაველები კერძოდ კი ინცკირველი. რავაშელიშვილი მარჯვნივ გადაცემა. ერთი შეხებით დატანაშვილი აკეთებდა გადაცემას სიხარულის უსამართი და არ გავიდა ეს პასი, აუტია კიდევ ერთი. გეცაძე მარცხნივ ზრუმოძრაობა გასდა ერთ ფეხბურთელს ძალიან კარგად შემდეგ ჩაწოდება ძალიან ძლიერი გამხივდა გეცაძეს ჩაწოდება სპორტაში დარტყმას გახდა ვიდრე ჩაწოდება საკმაოდ ესეთი სიძლიერით ჩაწოდება არ გეცდება ისევ გეცაძე აქტიურია მარცხენა ფლანგზე. დღევანდელ შეხვედრაში კაპიტანი მახულაძე არის. შეგვესწრებთ რუსთაველთან. აქ ბოლომდე ებრძოლა მაისურაძემ, შემდეგ შეიძლება რუსთაველებმა განაგრძონ ესიერიში ტატანაშვილი. მარჯვნიდან თეთრმანიძე დარტყმა და ძალიან კარგად ითამაშა მეკარემ. მიგინეიშვილმა გადაარჩინა გუნდი ჯერ მაისურაძის დარტყმის შემდეგ და შემდეგ უკვე კიდევ ერთი სუპერ რთული აღარ არის. მიგინეიშვილისთვის და არ გასჭიროებია ბურთის აღება, ჯარიმა. კიდევ ერთი შანსი ჰქონდათ რუსთაველებს გოლის გატანის მიხედავთ. ამ სიტუაციაში მიგინეიშვილი თამაშობს კარგად, შემდეგ ტატანაშვილის დარტყმული. იოლი მოსაგერიებელი იყო, აი განმეორებაზე კარგად გამოჩნდება კიდევ ერთხელ რომ მეკარემ ითამაშა ზუსტად. სტაბილურია მიგინეიშვილი, ამის თქმის უფლება ნამდვილად გვაქვს. ჯარიმა. ქუთაისელები ჯარიმდებიან რომლის სიტუში. შვილი მონიცენერისგან შეიწია. შემდეგ შეხვედრას ქუთაისის ტორპედო მარტვილში ჩაატარებს. ადგილობრივ მერანთან, ხოლო მეტალურგის საკუთარ მოედანზე ბათუმის დინამოს. ცენტრალური მატჩი უკვე რამდენჯერმე გითხარით. 16 ტურის 24 ნოემბერს დინამო დინამო. ბათიაშვილი ნაფტიდან გეწაძევ, ნახოთ რა სიზავს, კიდევ ერთი ჩაწოდება. ძველები კარგად თამაშობენ, თავით გამოქვთ კუხიანი და კუხიაშვილი, მეკუხიანიძეს მაისურაძემ დაასწრო და შემდეგ ისევ ქუთაისელები გამოვიდნენ, გამარჯვებულები იმებიდებს, თუმცა დროებით ჯაფარიძე აკეთებს. შეცდომა როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის მხრიდან რამდენიმე და საბოლოოდ რა ხდება? საბოლოოდ მუთიტოვის მოედნის პარტნიორებს ცვლილება, ფირცხალავა არის ეს ფეხბურთელი. ნიკა ფირცხალავა, რომელიც განაცხადა დარიგებებს იღებს გიაგეგუჩადისგან. სულ მალე სწორედ ვიხილავთ ქუთაისელთა მეხუთე ნომრის მოედანზე. ვის ნაცვლად საინტერესოა, რომელიმე ნახევარმცველი გავა? გრიგალაშვილი გადის, გრიგალაშვილი დაიძრა, გრიგალაშვილი მეცხრამეტე ნომერი. გრიგალაშვილი როგორც ყოველთვის საკმაოდ აქტიური იყო, ძალიან მოუმატა ამ ფეხბურთელმა გასულ სეზონში გახსოვთ. მარტვილის მერანის ღირსებას იცავდა, იქაც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და კიდევ უფრო კარგია. ქუთაისის ტორპედოში. მოედნის ცენტრში ითამაშებს უფრო მეტად აქტიურად, მე არ მგონი ფლანგზე უფრო აქტიურობს. ფირცხალავა მარცხნივ უფრო კუხიანიძე გადავა და შუაში იქნებიან გიგაური და ფირცხალავა. სავარაუდოდ ასე, რაც შეეხება ეს ხიდეშელია, გიორგი ხიდეშელი რუსთაველთა შემადგენლობაში.
შემოვა მოედანზე. ხიდაშელის პირველი თამაში მიმდინარე სეზონში. ძალიან ბევრი გაუხსნა ფეხბურთელს ამის გამო და შემოვა გეცაძე ჩაწოდება ცივი. ოლიძე ძალიან კარგად უტევენ ახლა ქუთაისელი ფეხბურთელები ფირცხალავა იყო ყველაზე წინ მეტად უცნაური არ უნდა იყოს ისევ ოლიძეს დაუტოვა ბურთი შემდეგ არც თუ კარგი გადაცემა და რუსთაველებს რჩებათ ბურთი საკუთარ ნახევარზე სუხიაშვილი 78 წუთია ხიდაშელიც გამოვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რუსთაველთა შემოგენებაში მე-11 ნომრით ვის ნაცვლად ნახავთ მალე აკი ბერიაშვილი საბანაძე იხსნება მარცხნივ ბერიაშვილი ძალიან გვიან გადააწყვეტა საბანაძეს რომელსაც დაარტყა მაგრამ აქედან უკვე ხიფათი ასეთი დარტყმით ნაკლებად კარგად თამაშა ბათიაშვილი იგინეიშვილი ჯელიძემ დაუბრუნა ბურთი არ იმანდა ცვლილება თანანაშვილის ნაცვლად ხიდეში დიმიტრი თანანაშვილი ქონდა მას შანსი გოლი გატანის თუმცა ვერ მოხერხა ვერცლებას ამზადეთ გიორგი ხიფიანი როგორც ჩანს აქ მიხაბერიძესაც დაუძახეს აი 22 ნომრით ხედავთ ახლა მოსკოვის ეკრანზე კიდევ ერთ შემდეგ ფეხბურთელს გიორგი დეკანოსიძე აძლევს მას მეთითებებს დარტყმა კარგი არა კუთხური გაცავთ ტექტურმანიძე ეცადისთან გაითამაშა ტექტურმანიძე ჩაწოდება საჯარიმოში. არნაში ცნობილი თავგადასავლო პროექტი შემოსული ხიდაშელი დარტყმა, მაგრამ ესეთ სიტუაცია იყო ძალიან ძნელი ამის გაკეთება, ხედავთ მე-11 ნომერს. დიდხანს ემზადებოდნენ ცველი ხალხი ძალიან ახლოს და ამის საშუალებას პრაქტიკულად არ მისცემდა. ინცკიროელი საკუთარ ნახევარზე სუხიაშვილი დაკარგა ბურთი სუხიაშვილმა და საბანაძე თვითონ მიიწევს წინ ასაკეთებდა არ გავიდა ეს გადაცემა შემდეგ გრძელდება იერიში დარტყმა და არაზუსტია და იქ ტრავმა მიიღო ინცკიროელმა ორი ფეხბურთელი ძროულად რუსთაველი წაქცეული ორივე საჭიროება როგორც ჩანს დახმარება ეს ინცკიროელია ოდნავ მარცხნივ მისგან არის სუხიაშვილი სახეში თავზე იკიდებს ხელს და არ ჩანდა მართალი ვიწყოთ ესე ეხი მოხდა როგორც ჩანს პირველი წამოდგა სუხიაშვილიც წამოდგა უკვე და სულ მალე განახდება შეხვედრა მე კი გეტყვით რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გენერალური სპონსორია სოკარი. სოკარი საუკეთესო სერვისი გარანტირებული ხარისხი. ბოლო ცვლილება რუსთაველთა შემადგენლობაში შემოდის კიდევ ერთხელ გიორგი მიხაბერიძე ჩანს გეცაძის ნაცვლად აღიარებს საჭიროა სულჭირებს დაფა რომელზეც მითითებულია ვის შეგვიძლია არა 19 წაშალა მაინც 19
კი პირიქით ხო ნაკრეფილი. ასორა სადარგო არბიტრმა და მე-19-დან ამის გასწრება შემოგვსწორდა. გეწაძე ტოვებს მოედან ძალიან აქტიური იყო. შორის გეწაძე მთელი შეხვედრის განმავლობაში კაპიტნის სამკლაური გადაებარა რაზმაძეს. კიდევ ერთი მცდელობა შეტევის გაცვლილებისა გიორგი ხიფიანის მხრიდან შემოვიდა მიხაბერიძე. აღარ არის ჯარიმა, ფუტი რჩება დეტალურს, ასი წინ. გიგაური ჩაჭრას გადაცემა, რომელიც ხიდაშელის მისამართით იყო განკუთვნილი. ხიდაშელი ალბათ უფრო მარცხნივ გადმოვიდა მიხაბერიძე შუიდან ითამაშა, თუმცა ნახოთ. დოლიძე გააჩერა ფუტი ისე როგორც აჩერება, მაგრამ იმარჯვება. უკან დააბრუნა ფუტი გიგაურია. ისევ დოლიძე. ერიაშვილი გააკეთა პასის საჯარიმო სიღრმეში, მაგრამ ვერ ითამაშეს კარგად ქუთაისელმა ფეხბურთელმა, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან და ჯარიმდებიან მეტოქის მოედანზე. დრო გადის ამასობაში 93 წუთია. იწურება 93 წუთი. 1-0 და ეს ერთადერთი გოლი კუხიანის მიერ გატანილი პენალტია. შეცდომა ქუთაისელი ფეხბურთელებისა მაისურაძე ელებოდა ალბათ ცოტა სხვაგვარად, მაგრამ ვერ თამაშგარია გოლში გამიგარიში. ზუსტად დააფიქსირა გოლითმა არბიტრმა თამაშგარი მდგომარეობა. ტაიმში რუსთაველები გაცილებით კარგად გამოიყურებიან ვიდრე პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში სხვაგვარი თამაშია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პირველ ტაიმში აბსოლუტურად არ იყო საგოლე მომენტები, კარის მიმართულებითაც არ დაურტყავთ, მე მგონი საერთოდ ფეხბურთელებს მეორე ტაიმში გაცილებით უფრო აქტიურობენ ფეხბურთელები და მეტი შანსი ჰქონდათ გოლის გატანის. როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან გიგაური ზედმეტი მოინდომა გიგაურმა ამ ეპიზოდში ჯარი. ყვითელი ბარათი გიგაურს. მეორე ყვითელი ბარათი ის დღევანდელ შეხვედრაში. პირველი ყვითელი დოლიძე მიიღო. გიგაურისთვის მესამე ყვითელი ბარათი მიმდინარე სეზონში. პაუზა არის, დახმარება ესეჭიროება. ქუთაისელ ფეხბურთელს. აი მისთვის მიიღო ყვითელი ბარათი. უკნიდან მიხაბერიძეს ჩაარტყა. ფეხში გიგაურმა, გიგაურმა. რომელიც ტოვებს მოედანს, აღმოუჩინეს მას დახმარება. და განახდება შეხვედრა ბათიაშვილი დაარტყავს ძლიერად წინ. ინსკირველი მოედნის ცენტრში რაზმაძე არ უნდა დაუშვეს გავაშელიშვილმა შესწავლა, რადგან პრაქტიკულად ბოლო ფეხბურთელი იყო რუსთაველთა მხრიდან, შეიძლება და სწრაფი კონტრიერიში აქ ის ჩაწოდება სიხარულიძე ვერ შეძლო და გაექცათ ბურთი რუსთაველებს. 96 წუთი 1-0 ტორპედო იგებს, მაგრამ ძალიან მძიმეა შეხვედრა ქუთაისის ტორპედოსათვის. რუსთაველები ისეულ წინააღმდეგობას კი არ უწევენ, პრაქტიკულად თანაბარი თამაშია. მიხაბერიძე, შუხიაშვილი ჩაწოდება გამოაქვთ ბურთი
ქუთაისელებს. სუხიაშვილი კარგად თამაშობს რაზმაძე, იქვე დაატოვებინა ბურთი ქუთაისის ფეხბურთელებს. მიქაბერიძე საჯარიმოში, შემდეგ სუხიაშვილი წაიქცა. საჯი მიიჩნევს, რომ აქ თამაშის წესი არ დარღვევა. და კონტრიერიში. საბანაძემ ვერ მიიღო ბურთი კარგად. დავაშელიშვილი თამაშობს აქ ზუსტად და შემდეგ მარჯვენა ფრთაზე გადააქვს თამაში, საიდანაც უტევენ რუსთაველი ფეხბურთელები თექთურმანიძე. ჩაწოდება კუთხურია. აი ეს ეპიზოდი. ძალიან საკამათო ეპიზოდი იყო, ძალიან საკამათო ეპიზოდი იყო. უდეშელის დარტყმა დიდი მანძილით ცდება. 1-0 98 წუთი. გეგუჩაძე გამოიყენებს ალბათ იმ მორცვლებას, რომელიც აქ ადგენს ახლა. მათი კარნახით ნამდვილად არ მიმდინარეობს ბოლო წუთები, კი აი ბოლქვაძე ემზადება მოედანზე გამოსასვლელად. მათი კარნახით ნამდვილად არ არის თამაში და გარკვეული პაუზა ალბათ ახლა საჭიროც არის ქუთაისელთათვის. არა, აქ უკვე თავისი წაიქცა სიხარულიძე. როდ ვერ შეძლო ბოლომდე შეტევის გაგრძელება. აქ კი კარგად თამაშობს დოლიძე, რომელმაც დაამუშავა ბურთი და ჯარიმა. ეხლა უკვე გვერდითი არბიტრი იდგა მეტრში და აქ თუ ვერ დაინახა რომ ხელი კრეს. ცოტა უცნაურია. სიხარულიძე. ისევ რუსთაველი ფეხბურთელები მარცხენა ფრთიდან სუხიაშვილი, ჯარიმა. სიმულაციისათვის აძლევს კუთეს. აი ხა როგორ არ არის ჯარიმა. ხელი კრა და არა მხარე. და სიმულაციისათვის მიიღო სუხიაშვილმა ყვითელი. მესამე ყვითელი ბარათია დღევანდელ შეხვედრაში. საჯი მიიჩნევს, რომ აქ გადაახდა ფეხბურთელის ფეხს, მეტოქის ფეხს და ამის გამო დაიმსახურა ყვითელი ბარათი ანზორ სუხიაშვილი. ბოლო წუთია, ნამდვილად დაამატებს ნახოთ. მანამდე კი კიდევ ერთსულებას გამოიყენებს ალბათ. გუჩაძე ბოლქვაძე შემოვიდა, შემოვა კიდევ და ფანცულაია. დრო ძალიან ცოტა ექნება ფანცულაიას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამდენი დაამატა საჯმა ვნახოთ. 3 წუთი. ბოლქვაძე შემოვიდა დოლიძის ნაცვლად. ეს ვიცოდით, წინ იყო პასი საჭირო, წინ საბანაძე. აი ხა მარცხნივ გაკეთებული იყო პასი, აბსოლუტურად თავისუფალი იყო კუხიანიც. ახალგაზრდა გიორგი ფანცულაია. ის ნაცვლად ნახოთ. ხედავ მოთხოვი რომ გითხრათ. საბანაძის ნაცვლად. საბანაძის ნაცვლად ფანცულაია. ორ წუთზე ცოტა მეტია დარჩენილი შეხვედრის დასრულებამდე. 1-0 ძალიან მძიმე ბრძოლა არის. არაფერში არ დაუდო ტოლი რუსთავის მეტალურგმა და რამდენად იმსახურებს ქუთაისის ტორპედო დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას. ეს არ ვიცი, ერთი გოლი გაიტანა ქუთაისის ტორპედომ პენალტით. მათაც ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, რუსთაველებსაც ჰქონდა და მეორე ტაიმის გარკვეული ეპიზოდები რუსთაველებმა აშკარად უკეთ ჩაატარეს. ყოველ შემთხვევაში
ძალიან ბევრს ეცადნენ შეტევაში და საკმაოდ ნორმალური შტაბეშტილებას დატოვეს. ეხლა თუ ასე დასრულდა ეს შეხვედრა მე-6 მე-7 ადგილს შორის გულათა სხვაობა იქნება 8, რაც ძალიან ბევრია. დარჩენილი ტურების არის დარჩენილი 7 ტური, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სოლიდური ფორა არის და რუსთაველებს ძალიან გაუჭირდება ზედა 6 ოლში შეღწევა. მარჯვენა ფრთიდან ისევ რუსთაველები ფანცლაია ჩამოსული, ძალიან კარგად ითამაშა, შემდეგ ფირცხალავა ვერ მიიღო ბურთი. მარცხნივ სუხიაშვილი შეიძლება ჩაწოდება გაექცა. აი ეს კი უკვე არ ვიცი, რამდენად ძალიან მიუახლოვა გამარჯვება სამ ეპიზოდმა ქუთაისის ტორპედომ. ბოლო წამები შეიძლება ითქვას დღევანდელი შეხვედრის. პაუზა არის, ხლა ამ პაუზას გამოიყენებს, ყველა გუნდი იყენებს. გამოიყენებენ ქუთაისელი ფეხბურთელებიც. ბოლოს შანსი რჩება რუსთავს, ალბათ ერთი შეტევის უფლებას მისცემს თავარი მსაჯი. შეიძლება გაეჭიმა, ხი აქ ცუდათაც მოხდა გიგაურს, მაგრამ ძალიან ახლოს არის ხასთან და შეუძლია გადმოიყვანონ ხლა. დაშავებული ფეხბურთელი და იქ აღმოუჩინონ დახმარება და მისცეს საჯმა თამაშის გაგრძელების საშუალება მეტოვნა გუნდს. ამ შემთხვევაში რუსთაველებს. ჯაფარიძე ძლიერად ალბათ პირდაპირ აუტს ჩააწვდის საჯარიმოში. შეუძლია მას ამის გაკეთება, საკმაოდ ერთი შორი გამორბენით აპირებს ამის გაკეთებას. მე-14 ნომერი რუსთაველთა, აი ხედავთ, აწვდის საჯარიმოში, გამოაქვთ ცველებს. ისევ რუსთაველები, მიქაბერიძე. კარგი შეტევა რუსთაველებისა, მიქაბერიძე ჩაწოდება. და ეს ბოლო ეპიზოდი იყო შეხვედრის, საჯმა მისცა ნიშანი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ქუთაისის ტორპედომ მოიგო თავისი შეხვედრა 1-0. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისელებმა დააგროვეს 29 ქულა და გაუთანაბრდნენ საჩხერის ჩიხურას, რომელსაც ასევე 29 ქულა აქვს და მესამე